მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან. ჩაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ორ ვარიანტიანი გვექნება საჯარო გაშლა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ქვებსაც დავამატებთ ახლავე. მანამდე კი მინდა შეგახსენოთ, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მაქვს 50%-იანი ფასდაკლება. ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოწერეთ პირადში პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით უკაცრავად შემთხვევით გამეთიშა ვიდეო. ვფიქრობ უკვე აირჩევდით ვარიანტს და მოდით დავიწყოთ პირველით. გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება და თასების რვიანი ამოვიდა აქ. მეგობრებო, ძალიან დიდი ალბათობით აქ ადამიანი არ გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ ისეთ ენერგიებში ვხედავ, სადაც დიდად ყველანაირად არიდებს თავს თქვენზე ფიქრს, თქვენს გახსენებას. მაგალითად, საერთო მეგობრები, ნაცნობები თუ ყავთ, ყველანაირად ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს და დააიგნოროს თქვენზე საუბრები. ამიტომაც დიდი ალბათობით პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არ გამოვა კონტაქტზე. კარგით, ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება, გამოვა თუ არა კონტაქტზე. პენტაკლების ტუზი. აქ უკვე დიდი ალბათობით გამოვა ადამიანი, მაგრამ მჭირდება რომ დავამატო არკანი ან არკანები. ნახოთ აბა გამოვა თუ არა მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ აბა გამოვა თუ არა ხმლების სამიანი, არკანი კოშკი, არკანი ხმლების რვიანი, არკანი კვერთხების დედოფალი და არკანი პენტაკლების 9-იანი. ძალიან დიდი ალბათობით გამოვა მეგობრებო კონტაქტზე, უბრალოდ შესაძლოა ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე 2 თვე. პირველ რიგში ამას ვიტყვი, ეს ერთი და მეორე, იცით აქ როგორ სიტუაციას ვხედავ, მისი კონტაქტზე გამოსვლა იქნება ძალიან უცაბედი, ძალიან რენდომი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ მე ვუყურებ ადამიანს, რომელსაც ძალიან არეული გონება აქვს, რომელსაც დღეს ერთი უნდა, ხვალ მეორე უნდა, მესამე უნდა და ასე შემდეგ, აი რაღაც ასეთ ენერგიებში ვხედავ ადამიანს და პლუს ამასთან ერთად აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის ხელის შემშლელი მის რეალობაში, იმისათვის რომ კონტაქტზე გამოვიდეს, ვგულისხმობ შინაგან ფაქტორებს, ანუ დამიჯერეთ, არავინ არ უკრძალავს და არავინ არ უშლის ხელს კონტაქტზე გამოსვლაში. მაგრამ მე თქვენს ადგილას დიდად არ დაველოდებოდი ამ ადამიანს, უბრალოდ იმიტომ რომ კონტაქტზე რო გამოვა არც ეს სასიამოვნო ენერგიებით, იმიტომ რომ ხმლების სამიანი, არკანი კოშკი და ხმლების 8-იანი ამოვიდა. არც ეს სასიამოვნო ენერგიებით მოდის, პირდაპირ ვიტყვი. კი, თავდაპირველად შეიძლება ნოსტალგიით, რაღაც თბილ-ტკბილი სიტყვებით გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ ჯერ ხომ ძალიან უცაბედი და მოულოდნელი იქნება მისი კონტაქტზე გამოსვლა, ეს ერთი და მეორე, თითქოს აქ ადამიანი ცოტა უხეში ტემბრით, უხეში სიტყვებით წამოვა თქვენკენ. მაგრამ კი ბატონო, ძალიან დიდი ალბათობით გამოვა 2 თვის განმავლობაში კონტაქტზე. ფაქტობრივად გზაშიც კი არის, თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალოდ ზოგ თქვენგანთან რეზონირდება, რომ გამოვა არა 2 თვის განმავლობაში, არამედ მაგალითად 2 თვე-ნახევრის განმავლობაში ან რაღაც მსგავს პერიოდში. სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით და ნახვამდის.